ჩოკლავეთში ბრუნდებით, შემოგვიერთდა მეორე სტუმარი, ნიკოლოზ სანებლიძე, პოლიტოლოგი, უზენაიშის საბჭოს წევრი, ბატონ ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგზანდით. და ბატონ ნიკოლოზ, ხა არის ძალიან ცუდი კი არა, უსიამოვნო დღეებია. 21 დეკემბერი, როდესაც დაიწყო 1991 წლის 21 დეკემბერს ეს სახელმწიფო გადატრიალება, თბილისის ომი, რომელიც პასუხგაუცემელი არის, ძალიან ბევრი კითხვა, არ შეგვიფასებია, ეს კი ვამბობთ გადატრიალება, მაგრამ არ შეგვიფასებია და შესაბამისად მე მეჩვენება, რომ მუდმივად აი ამ წრეზე დავდივართ, მოკლედ. ყოველ მომდევნო ხელისუფლებას უნდა წინას ჩამოგდება, იმიტომ რომ უახლეს ისტორიაში ჩვენ სხვა მოდელი არ გქონია ფაქტობრივად. ეს არის მოდელი და ესე დავდივართ ამის გარშემო. აი ეს რო გავიხსენოთ ეს სიტუაცია და გადამცა ჩვენ გადაცემაში გუშინ ყავდა სტუმარი, რომელმაც ილაპარაკა რაღაც აზრი თქვა, ამას მე გეტყვით, მართლა იყო თუ არა ეს, მან თქვა რომ უშუალოდ შეეცრო და რამაც გამოიწვია ზოგადად გამსახურდია მომხრეების აღშფოთება, რომ ეს ასე არ ყოფილაო, კერძოდ ის რომ 21-ში თურმე აპირებდა თენგიზ სიგუას შესვლას მოსალაპარაკებლად და თემურ ქორიძემ უთხრა არ შემოხვიდე, თორემ მოკლავენო. და ამიტომ ხო არ შევიდა. ის ადამიანი ამბობს რომ ხო არ ყოფილა თქვენ ხო, ანუ მე ის ადამიანი ამბობს, მე იქ ვიყავი, ერთადერთი მე ის უთხარი რომ მე ვიცნობდი თენგიზ სიგუას, უამრავ ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი და ის არ გავდა უშიშარს ვითარცა უხორცოს და ამდენად ამ ქცევას მე მისგან გამოვრიცხავ 21 დეკემბერს მეთქი. უჩანდა საქმეს პირი, ეს მაინც მინდა ვთქვა ბატონ ნიკოლოზ, რომ ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც განვითარდა და დაიწყებოდა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მე 7 იანვარს რაშინელება ხო მეტეხის ხიდთან, შემდეგან საპროტესტო აქციების დახვრეტა, რაღაც ცოდვის ტრიალი იყო საქართველოში. მოდით. ცოტა ახლოს თუ შეიძლება. მოდით. დავიწყოთ იმითი, რომ შევაფასოთ ის, რაც მაშინ იყო და შეფასებულია სხვა ჩვენ ოფიციალურადაც. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება პუტჩი ნიშნავს სამხედრო გადატრიალებას. ეს ასე იყო ნამდვილად და როგორ ვითხრათ, ეს იყო მომზადებული ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს არ აშკარა იყო, ჩანდა ეს და უნდა გითხრათ, რომ ქვეყნის გარეთ თითქმის ყველა მიესალმა მას, ზოგი პირდაპირ, ზოგი არაპირდაპირ. ასე იყო. უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი კანონიერი ხელისუფლება დაამხეს საქართველოში და ერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება ამის შესახებ, რომ რაღაცა წუხს მაინც ამ ამბავზე რა. თქვენ ვერ ნახავთ ამას. არ იყო არც ერთი განცხადება, მე მგონი ცხადია რა. ასე რომ ეს გამსახურდიას ხელისუფლება და თვითონ გამსახურდიაც. ეს იყო წინა ჯგუფი, წინა რაზმი, რომელიც შეეჯახა კედელს და ჩვეულებრივ დარჩა იქ. ეს ისტორია მიცის ეს არა, ასეთი რაღაცეები. საკვირველი აქ არაფერია. ოღონდ საკვირველია, რომ ეხლა დღესაც ესე იგი კითხვა იმის შესახებ რა იყო სრულიად უადგილოა. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, პუტჩი, რომელიც ორგანიზებული იყო როგორც შიგნიდან, ისე გარედან. თავარი მოქმედი პირი იყო რუსეთი, მისი იყო იარაღი და რაღაცა. მაგრამ დასავლეთიც თანახმა იყო ამაზე ვთქვათ ასე. წინააღმდეგ კი არ იყო. აი ამ გადატრიალებები მე როგორც დავაკვირდი მაშინ, როცა ორივე ერთი აქტიურად ეხება, მეორე პასიურად და გაგახარებულეთ საქართველოში ასე იყო, ყველა ხელს შევარდნაძე ასე მოვიდა, სააკაშვილიც ასე მოვიდა და სხვა ჩვენ ეს ხელისუფლებაც. კი, შეთანხმებით. ეხლა ეს შეთანხმება არ არსებობს და იმიტომ არის ეს ამბავი რა. ეხლა არ არსებობს ეს შეთანხმება. რუსეთი და დასავლეთი ვერაფერზე ვერ მოილაპარაკებენ. ხოდა შეიძლება მე ვსულ ვამბობ კი, მათ რომ მოილაპარაკონ, აქ ცუდი ამბავი მოხდება. შედეგიც ეს არის, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ვერ მოილაპარაკებენ. ეხლა
ვანგასროლი ყველაზე ცუდია პოლიტიკაში რა. კი ბატონო, გეთანხმებით. ვერ გეტყვით, არ ვიცი. არა, მე ამას ამბობ, თუ რაც შეეხება მოლაპარაკებას, მოლაპარაკებას. არის ეს, ხო ჩვენს თემურ ქორიძის მოგონებებშიც არის, მას აქვს ეს წიგნი გამოცემული. აი იქ წერია როგორც არის ბოლოსსა და მან როგორც მე ვიცი, როგორც თვითონ ამბობს, მოლაპარაკება და მე ვუთხარიო რომ ჩატარდება უზენაეს საბჭოს არჩევნები. ვისთან სცადა მოლაპარაკება? სიგვასთან? არ ვიცი ოპოზიციასთან არ მახსოვს, ასე რომ ლაპარაკი რომ შემოდი და არ შემოდი პირიქით მოლაპარაკებისთვის იყო ის კაცი მზად წერია მეთქმის მოგონებებში ბევრი რამ საინტერესო წერია სხვა უზენაეს საბჭოს წევრების მოგონებებში თემურ ქორიძის, გელა ჩორგოლაშვილის ძალიან საინტერესო მოგონებები აქვს სხვა ირაკლი ბათიაშვილის. იგივე ნახოთ მეორე მხარეს იყო რა. ნოდარ ნათაძესთან არის ესა ვისაც უნდა ამას ნახავს რა. ასე რომ აი ესე იყო და მე მინდა ვთქვა რომ მოთხოვნა უზენაესი საბჭოს ხელახალი არჩევნებისა ჯერ კიდევ გაცილებით უფრო ადრე 16 სექტემბერს თუ 15 სექტემბერს იყო და ოფიციალურად და არც ერთმა მხარემის არ მიიღო ჩვენში რო ვთქვათ. ეს ქართულ ტრადიციონალთა კავშირმა დააყენა ოფიციალურად ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი პარტია და გვალი მაგიდის წევრიც რა. და ნუ არ გამოვიდა ეს ამბავი. მე ვიყავი მათ წევრი და ვიცი ზუსტად. ანუ არ უნდოდა არც ხელისუფლებას არც ოპოზიციას. ძალიან გაძნელდა მოკლედ რო ვთქვათ. არ არის ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ასე იყო. აი ეს შეიძლება ითქვას რა. ახლა რაც შეეხება ჩვენ ესე ვიმეორებ დღეს ასეთი შეთანხმება არ არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის და ვერც იქნება, ამიტომ არის ეს ამბავი დიდი ხანი, ამიტომ გაგრძელდა რა. გაგრძელდა სინამდვილეში. მე როგას მომკითხოს. ოღონდ მაგრამ ეს ხო უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა. მე მგონია რომ თუ ორივე მხარე აზრზე არ მოვა, ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. ანუ დამთავრდება 91 წლების სცენარი? ვერ გეტყვით ახლა როგორ დამთავრდება, მაგრამ ეს კარგი ამბავი არ იქნება, მინიმუმ ეს გადაგვაგდებს უკან 1-10 წლით. როგორც არ დამთავრდეს რა. ეკონომიკურად, ურთიერთობის თვალსაზრისით, თქვენ ხედავთ რომ თანდათანობით ვითარება იძაბება. ესე იგი, რაღაცა ადამიანები ერთმანეთს უფრო აგრესიულად უყურებენ ვიდრე ორი კვირის წინ თუ სამი კვირის წინ რა. ხელისუფლებამ გავაფრთხილოს სხვა ჩვენს ამ მიმართულებით, რომ იმაზე აპელირება, რომ მე ხმა მომცა, ის გენახათ, რამდენი ხმა იყო გამსახურდიას ხელისუფლებამ რა. ეს არ არის საკმარისი ამისათვის. არ არის საკმარისი ამისათვის, საჭიროა ნორმალური მოქმედებები, მე ვიმეორებ ორივე მხრიდან, მაგრამ ოჯახში ვითარება რო ირევა, ვის უნდა მოთხოვო პასუხი? უფროსსა რა. ამიტომ ხელისუფლებას. მან უნდა უფრო რაღაცნაირი დაბიჯები გადადგას რა. მე ხარს მიჭერს რაღაცა 2 მილიონი კაცი და იმათ ხარს უჭერს 1.5 მილიონი. ეს არგუმენტი არ არის ასეთ შემთხვევაში. ჯერ ერთი კაცმა არ იცის ახლა რა ამბავია რა. აი ბოლო 3 კვირამ როგორი კონფიგურაცია შექმნა ხარდაჭერების თვალსაზრისით მე ამას ვერ ვიტყვი სიმართლე გითხრა. ეს არ არის კარგი ამბავი, ცემატყეპა და რაღაც. როგორც არ უნდა იყოს, აი ჩემს ბატონ ბონდო იყო მდინარაშვილი რა. დიახ. ცოტა მესმოდა რას ლაპარაკობდა, ის ცუდი კაცი არ არის, კარგი კაცია და ბევრი რამე იცის, მაგრამ ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ამგვარი მოქმედებები ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას არაფერს არ უმატებს, ბილოდ რო ვთქვათ. სწორია, არასწორია, უარესად შეიძლება მოქცევა. მოკლედ გავითვალისწინოთ ის რაც მოხდა და არ არის საჭირო 2-ჯერ თუ 7-ჯერ გავიაროთ ერთი და იგივე რაღაც. ეს ნამდვილად. კიდევ რა მინდა ვთქვა? კიდევ ის უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვჭირდება სხვა ჩვენს თუ მიაქციეს ყურადღება ოპოზიციური პარტიები არ ჩანან რა. ეს არ არის მონგებია. უბრალოდ აშკარაა რომ
პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, სხვა ტიპის ხელმძღვანელებს ითხოვს. ესე იგი, მე გულისხმობ, რომ შეიცვლებიან ისინიც, ესე იგი, მე არ ვფიქრობ, ოპოზიცია მომწონს. ოპოზიციურმა ლიდერებმა ფაქტურად არ იციან რა გააკეთონ და მათი ადგილი იქ არის აი როგორც ასე თუმცა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. პოლიტიკურ განცხადებების გაკეთება ჩვენ შეგვიძლია ახლა აქედან. მე გეუბნებით, რამდენად გავლენას მოახდენს ეს განცხადებები და რამდენად ისინი მოახერხებენ ამ პოლიტიკური პროცესების წარმართვას. ვერ ახერხებენ არც უნდათ და არც შეუძლიათ. ვიმეორებ, ეს პროცესები სხვა ლიდერებს ამოწევენ წინ ჩემის აზრით. თუ არ ვცდები. ეს არ იქნება ცუდი. ალბათ კარგი იქნება, მაგრამ ახლა ამ ესე გააჩნია რა ფასს გადავიხდით ეს კარგი იქნება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, უნდა გააჩნია რა ფასს გადავიხდით, არა? ასე რომ შეიძლება უკან დაგვრჩეს პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების ცემა, არა? ისეთი ამბავი მოხდეს, რომ ეს ცემა სანაპირო გამოსდეს. არ არის გამორიცხული. ყველა შემთხვევაში ყველა ვინც იღებს ამაში მონაწილეობას, უნდა გაისიგრძეგანოს პასუხისმგებლობა, რომელიც მას აქვს ქვეყნის წინაშე. ისინი ხო ქვეყნის სახელს ლაპარაკობენ ორივე მხარე, რა? კი. ხო და აი ამ ქვეყნის წინაშე მათ გაითვალისწინოს საკუთარი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება გადატრიალებას და ამას, რადგან 21 დეკემბერი რომ იყო, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ. მინდა გითხრათ, რომ აი ამ დრამატულმა მოვლენებმა და ზოგადად ამ ამბავმა რა უკან დაწია აღარ ვფიქრობთ იმაზე, რომ რგვალი მაგიდა როცა მოვიდა ხელისუფლებაში, მას არა მარტო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა სურდა და გადადგა და საქართველოს დამოუკიდებელი გახადა, არამედ გარკვეული იდეოლოგიაც ჰქონდა და ამ ასე ვთქვათ, სოფხედველობრივ ხარდაჭერაც ჰქონდა ხელისუფლებასთან ხალხისაგან. და აი ეს იდეები კიდე უნდა წამოიწიოს წინ. უიდეობა აშკარაა ახლა. კი, ორივე მხრიდან. ახლა დასავლეთი მინდა და დასავლეთი არ მინდა, იდეოლოგია არ არის. რა? ეს მე ვფიქრობ, აი იქ ეროვნულ მოძრაობა საიდანაც ამოვიდა და რა იდეებიც ჰქონდა, მათი აღორძინებაა საჭირო. კერძოდ მე რგვალი მაგიდის წევრი ვიყავი და მათ რჩები იდეოლოგიურად ამ თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ის იდეები, რომელიც ჰქონდა ძვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, მათი ტიპის ქცევებიც გვჭირდება სხვათა შორის. და აი ახლა თანდათანობით მათი განათლების დონეც არა? აი მიაქცეთ ყურადღება ერთ რამეს რა. როგორც კი დამოუკიდებლობის სიომ დახბერა რა და ქართულ კაცს უთხრეს, რომ შეგიძლია აირჩიო შენი ხელმძღვანელი. რა? აი ნახეთ, პირველი საპრეზიდენტო ამბავი რო დაიწყო, როცა ვირჩევდით, ვინ იყვნენ პირველი პრეზიდენტობის კანდიდატები, რა? ხოჯის გუშინ ვიხსენებთ, რა უცნაურია. რა? ხოჯეგნეთ გავიხსენოთ, რა? იყო ზვიად გამსახურდია, იყო ნოდარ ნათაძე, იყო სხვაჩოც ვალერია ნადვაძე, უაღრესად წესიერი კაცი და ძალიან განათლებული ადამიანი, რომელმაც თავისი რაღაცა პრესტიჟი მოიპოვა აი მოსკოვში გამოსვლებით, ძალიან ღრმა და სერიოზული გამოსვლებით. ის კაცი ეკონომისტი იყო და მან 8% აიღო არჩევნებში. და შეადარეთ შემდეგი და გამსახურდია შეადარეთ და მე აი გაიაზრეთ შემდეგი ნაბიჯები და მიხვდებით, რასაც ვამბობ, არა? ამიტომ დიდი მისახვედრი არ არის მაინც. ამიტომ ის გვჭირდება. ჩემ და მე უნდა ვთქვა ესეც, რომ არის რაღაც ნაბიჯები იდგმება იქითკენ, რომ გამსახურდიას იდეები იქნას ამოწეული, წინ მის წიგნები გამოცემული, არის ესეთი ბატონი დავით ჭიჭინაძე არის ესეთი კაცი, ის ცდილობს დააფინანსოს ეს ამბები, რაღაცები გააკეთოს მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად და კარგია ეს ამბავი. მოკლედ, იდეოლოგია გვჭირდება. მინდა დასავლეთი და არ მინდა დასავლეთი იდეოლოგია არ არის. დასავლეთი რა თქმა უნდა საჭიროა უეჭველად. მაგრამ დასავლეთი ვერ გამოდგება ხედად. მაგრამ ესე იგი ჩვენ გვჭირდება ჩვენი ადგილი.
ადგილი იქა და აი რაღაცა იცით რა შეესახმე აი მე რო უსმენ ოპოზიციის მოსმენა უბრალოდ არ შეიძლება მე შევთქვათ მათი აი მეტყველების წესის და ლაპარაკის მანერა ის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი მართლები არ არიან ესე იგი ეგ სხვა რაღაცაა რა შეიძლება ფორმაზე ვლაპარაკობ და არა იმაზე შინაარზე არა შინაარზე აი ხელისუფლების მხრიდან აი რაღაცა ისეთი პოზიციის დაკავება რომ აი მე ყველაფერი ვიცი და დანარჩენები არაფერი არ იცით ეს სწორი არ არის არ შეიძლება ასე რა რაღაცა არ შეიძლება ვინმე ყველაფერი იცოდა არ შეიძლება ასე არ შეიძლება ეს აღიზიანებს ხალხს ძალიან მით უმეტეს რომ დარწმუნებული ვარ რომ არაფერი არ იცი იმის მეტი რაც მე ვიცი რა ან სხვა გესმის აი ეს რომ დანარჩენები თქვენ ვინახართ მე არ ვიცი მე ვიცი აი ასე იქნება არ იქნება ასე მე არ იყოს ისეთი რამ რომ მე არ ითხოვდეთ თქვენ თვითონ არჩევნებს რა ესე იგი ეს შეიძლება რომ ასე მოხდეს მე მინახავს ესა და იმიტომ ვამბობ რაც გულისხმობთ განმარტეთ კარგად ვერ გავიგებათ ნიკოლას არჩევნებს ითხოვდენო რატომ აი ეს განმარტეთ ესე იგი განგიმარტავთ ხელისუფლება ესე იგი გადატრიალების შემდეგ 92 წელს ორივე მხარე ამბობდა ერთი ამბობდა ესე იგი ჩვენ ვამბობდით რომ გვინდოდა არჩევნების ჩატარება და არ ჩაგვატარებინეს ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ჩაეტარებინ და მათ არ ჩაატარეს აი ესეთი რამ არ მოხდეს თან ხო ერთ რამეს იქცევა სწორად ხელისუფლება ყველაფერს სწორად იქცევა რომ თავისი მომხრები არ გამოყავს კი ეს სწორია არ დაიჯეროთ რომ ვერ გამოიყვანს კაცო დაავალებს და გამოიყვანს და ეხლა უნდა ვთქვა ესა სწორად იქცევა რომ არ გამოყავს რომ გამოიყვანოს აი მაშინ ნახეთ თქვენ ამბავი რა მაშინ გარდაუვალ სამკალკო დაპირისპირება აი ეს გაითვალისწინოს მან არ ამგონია რომ გაითვალისწინოს რაღაც ისეთ ხალხია მაგრამ სწორად იქცევა რომ არ გამოყავს და არ არის საჭირო მათი გაღიზიანება რომ აბა წადარიან თქვენ მომხრეები იქნებიან და ეს სულად დამთავრდება 100%-იანი რა ამიტომ რაც შეიძლება ხო ის უნდა ვთქვა რომ ახალგაზრდები გამოდიან ძირითადად ხო ამას ახლა ვერ ვაუყობთ რა მათ შორის სტუდენტები სკოლის მოსწავლეები 18 წლიანი ამთავრებს ეს ხალხი სკოლას კაცო 18 წელს ვიყავ მესამე კურსზე მე და ჩემი ამხანაგები. ეს ხალხის ეს 12 წლიანი ეს რაღაცა სასწაულეს მესამე კურსზე ვიყავი 18 წლის ასაკ 19 წლის ვიყავ 78 წლის მოვლენებში რომ ვიღო მონაწილეობა. ნუ ახლა რა ამიტომ რა მამა ჩემს უნდა ეთქვა რომ არ გაგიჩვენ ბავშვი ხარ რომ? არა 18 წელი მაგ 12 და 13 წელი ძალიან პატარა. 12 კი ბატონო. რა 17 18 16 რა რას ვაპარაკობ? და 58 წელს გაითვალისწინებთ რომ ახალგაზრდებს არ უნდათ სიარული, არ ვიცი მე, ისლამაბადში, მოსულში და ამ ქალაქებში. თქვენ ჯერ ქალაქებიც არის ის ბევრი, რა რას ვამბობ. ანუ აღმოსავლეთში და არ უნდათ, უნდათ პარიზში სიარული, ლონდონში. გაითვალისწინეთ ესა. და ისინი ფიქრობენ, რომ ამაზე ემუქრება საფრთხე. ყველა ამას ეუბნება რა. ისინი, ვინც იქ ცხოვრობს, ეუბნებიან, რომ თქვენ გემუქრებათ ეს ამბავი. და არ შველის ამას არ ვიცი მე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება რომ ეს ასე არ იქნება არ შველის რა და ვერც უშველის გაითვალისწინეთ ესა ეს ელემენტარული რაღაცებია ჩვენ ხო სოციალურ მოვლენებთან გვაქვს საქმე ერთ ადამიანს ხო არ ელაპარაკებით რომ გადაარწმუნოთ რა ელაპარაკებით ათასობით კაცს მომართალია და მე უნდა ვთქვა კიდევ ერთი რამ რა არ შეიძლება ესეთი მოქცევა როგორც ხელისუფლება მოიქცა ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის მალხოს კონჭილაშვილის სახლში. ესე იგი, მისი შვილი სადღაც არ ვიცი მე ელენე კონჭილაშვილი რაღაც გადაცემები მიყავს. არ ვიცი რა მოელანდათ, შეუვარდნენ სახლში, დარეკეს ზარი, უთხრეს რომ ჩვენ ვართ არ ვიცი გაზის ხალხი თუ ელექტრონი უნდა შევამოწმოთ, წინაგლაში უნდა პოლიციელები მალხაზის ცოლმა არ გაუღო კარი, რაც ბუნებრივია, არ ვთქვამთ რომ შეუმტვრიეს კარი, შევიდნენ, იყო ქალბატონი
65 წელზე მედის და ორი პატარა ბავშვი. იმას დაუვიდა გული. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, არავისთან არ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით ესე იგი. აი რამე შემთხვევაში საშიშელება რო შევიდნენ იძალადეს გარდა შემთხვევისა? შემთხვევა თავის და არა. და ვერ დავასრულე, შემთხვევა ძალადობა რო შევიდნენ კიდევ უფრო უარესი მოხდა მეთქი. უარესი მოხდა ის, რომ ქალბატონს წავიდა გული. და დარჩენ ესე გულწასული ბებია და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. არა საშიშელება. ეს ახლა რომელ კანონში წერია და შევიდნენ იმ ადამიანის სახლში, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, რაც ცხოვრობდა ამის ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ აი SNG-ს რომ მოაწერა ხელი, ესე იგი მხარი რომ დაუჭირა პარლამენტმა, იმ პარლამენტის წევრი იყო და პროტესტის ნიშნად გამოვიდა ის კაცი იქიდან, რომ არ ვიქნები პარლამენტში, რომელმაც ამას მისაყმაო. აი ასეთი ადამიანის სახლში შევარდი თქვენ მეგობრებო და ეს არ შეიძლება. არ შეიძლება. არავისთან არ შეიძლება ასე მოქცევა, მაგრამ რაღაცა ხო არსებობს კიდევ სხვააც. ესეც უნდა მეთქვა უცილებლად. ასეთი ამბები კარგი არ არის. და ნუ რავი ნუ იფიქრებს, რომ აი ამ არეულობით ვინმე რამეს მოიგებს, ვერავნებს ვერ მოიგებს. განსაკუთრებით ხელისუფლება და წაგებით ბევრ რამეს ავაგებთ რა. შეხედეთ, მე არ ვიცი, აი მომავალ წელს არ არის საჭირო რაღაცა ღრმადბრძენი იყო კაცი ეკონომიკაში, რაღაცა უკანსვლა გვექნება 100%-იანი რა თქმა უნდა რა. თამდენი საპროტესტო აქციებით ეს ახლა არ დაწყებულა, ყოველთვის ბიზნესი უკან მიდის. ბიზნესი უკან მიდის, ასე რომ აი ეს ბიზნესმენი მე ვისაც ბიზნესი ეს რამ მეცნება აი თქვენ აი ეს გაუაზრებლობა რო არის. აი მცირე ბიზნესი რომ აქვს ვიღაცა. ბატიშვილები დადიან აქციებს და მშობლები გაუცებულები არიან, როგორც კი აქციები იწყება, გაყიდვები მცირდებაო. მე არ ვიცი რატომ ხო არ იციო მეკითხე, მე არ მეუბნები არაფერს. არ ვიცი ვერ გეტყვით, მაგრამ ცით რა. არა გაუაზრებლობა ახლა ეს ხო. ალბათ. აბა ხეს რა. ალბათ ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ანუ იმის გამო რომ მზად უნდა იყო რა, როცა მიდიხარ ამას გულისხმობთ, რომ ეს კი რაცი არ მოაწყო. ძალიან თანდათანობით, თავიდან ასე არ ჩამდა ეს. თანდათანობით ვითარება იძაბება. შეხედეთ ამას. მარტო მიტინგებს კი ნუ უყურებთ კაცო. უყურეთ როგორი ურთიერთობები ადამიანებს შორის მიტინგებს იქითაც. რომ თანდათანობით მოქალაქეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება და ეს ესე იგი სოციალური აფეთქებისათვის კარგ მასალას ქმნის. თუმცა ეს ზიზღი იყო დაგროვილი წლების განმავლობაში და ჩვენი თანამოქალაქეები ერთმანეთის მიმართ მტევებლობით და რაციონალობით არ გამოირჩეოდნენ. არ მგონია რომ ეგრე იყოს, მე მგონია რომ სრულიად ჩვეულებრივი თქვენ არ უყურებდით და როგორ ლანძღავდით. ეხლა უბრალოდ მწვავეთ ლანძღავენ. სულ სხვა, როდესაც ეს ამბავი კი ბატონო გეთანხმებით, თუმცა გააჩნია სოციალურ ასე ვთქვათ პროცესებს ესე იგი რა ტიპის ადამიანები წარმართავენ რა. აი რა ვინ გამოდის წინ. კი, რა თქმა უნდა, ის იხოლიებს შემდეგ. აბა რა, იმიტომ რომ ეხლა არის ისეთი ვითარება, როდესაც მოთხოვნა არის დაპირისპირებაზე და ამ ტიპის ლიდერები წამოიწევიან წინ. კი ბატონო. აი ამას გულისხმობ მე და ეს არ იქნება. უპირველეს ყოვლისა ეს ხელისუფლებას არ აწყობს. მე მგონი უპირველესად მოსახლეობას არ აწყობს. თუ კარგია, ხო რა, ესე იგი შვიდობას ამ ქვეყანაში არ აწყობს რა. ბოლოს და ბოლოს შვიდობის ლოზუნგით იყო წარმართული წინასაარჩევნო კამპანია, ხო? კი, ასეა, კი, ზუსტად ასე. ხო და აი მე გეკითხებით ახლა. აი მას შემდეგ რაც თქვენ დააბრუნეთ უკანა ეს ცნობილი კანონი, რომელსაც რაღაცა აგენტების კანონს ეძახიან თუ რაღაც. თუმცა ახლა ევროსაბჭოს გენერალ მდივანთან შეთანხმდნენ. რომ რაღაც შინაარსზეო. ხო, შეიძლება. დღეს ეს სანეტი შემოვიდა. იქიდან დღევანდლამდე ვითარება უკეთესია. აი რომ შემოიტანეთ უკან ეს კანონი, იქიდან დღევანდლამდე ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდა, უკეთესია? არა. არც გაუმჯობესებდა, არც გაუმჯობესდებოდა. ხო. არა.
ესე იგი ეს ნიშნავს რომ რაღაცას თქვენც უნდა გადახედოთ რა. ასე შეუვალი ვერ იქნებით. რა შეუვალობა საერთოდ არ ვარ რაც ეცეში. არ ვარ გაიგე. აი ეს მინდოდა მეთქვა და ბოლოს არ შეიძლება ეს რო არ გიკითხოთ, როგორც ახლა ჩვენ აი ამ სიტუაციაში მე მესმის ყველაფერი, მე მესმის ამ კანონის დაბრუნება. მე არ ვიცი რა გათვლა ქონდა ხელისუფლებას და რა გათვლა აქვს ეს უკანონო შემოაბრუნა ეს კანონი. მე ასევე არ ვიცი ვთქვათ რა გათვლა აქვს ოპოზიციას, მაგრამ ფაქტია ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ფაქტია რომ დასავლელ ჩვენ პარტნიორებსაც უნდა რომ ხელისუფლებაში იხილოს ოპოზიცია. ასე ჩანს, ხო? კი ბატონო. ხო. ეს იმას ნიშნა, ყოველთვის რჩება ასეთი შთაბეჭდილება, ძინი ქართულ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიყვანოთ, კარგები თუ გინდათ იყოთ ევროპას თუ გინდათ დაუბრუნდეთ, უნდა აირჩიეთ ოპოზიცია, იმიტომ რომ ოპოზიცია თქვენთვის არის უკეთესი. საქართველოს მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიის, ახლა თუ გაშიშვლებულად ვიტყვით ასეა, ხო? კი ბატონო. ასე არის. ეს ნორმალურია? თუ ამ სიტუაციაში რა უნდა როგორ უნდა მოვიქცეთ? არ არის, ოღონდ მე გეკითხებით თქვენ მაშინ საფოსკო შეგითხო ხო შეიძლება? არა, მე არ ვარ პოლიტოლოგი, მე გეკითხებით თქვენ. ეს იქნება რიტორიკული რიტორიკა, კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი ოპოზიცია კარგი დაუშვათ ყველა ოპოზიციის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. ხო და მაგრამ მე უარყოფითად არ მითქვამს. გადატრიალებით არ დავხვიდე რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე სულ მაინტერესებს რატომ იქცევა ხელისუფლება ისე რომ ახდეს მაინდა-მაინც ის რაც იმათ უნდა. აი ეს მეც მაინდა ვკითხეთ, აი ეს ამას ვერ ხსნით. თქვენ ხედავთ. ამას მე ხსნი, ესე იგი რატო იქცევით ისე რომ ზუსტად ის მოხდეს რა და თან ყველაზე უარესი ფორმით. აი გამაგებინე მე არ მესმის ესა. არ მესმის ეს. რატო შვებით ამას? ხო? აი ახლა რომ მომდიოდი გავიგე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა ვიცე-პრემიერად. ხო, კი ბატონო. ეს ხო კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული რა. ნახეთ, მე არ ვიცი რომელ ევროპულ ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერი. არ არის ეს ნორმალური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი არ არის რა თქმა უნდა. ხო, ეს ნიშნავს რომ რაღაცა კიდევ უფრო ცუც ესე იგი რომ არ მინდა ასე დავამთავრო, მაგრამ აი შექსპირის ჰამლეტი ამბობს ახალისეს ალბათ შექსპირის ჰამლეტი ამბობს ბოლოს რომ სუდ ამბებს ხედავთ ყლავაც უნდა ცუც მოველოდეთო რა ეგეთი რამის ნიშანია შინაგან საქმეთა მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშნა ჩვენში რო თქვა რა კიდევ უფრო გართულებას ელიან ნუ ალბათ 29-ში ალბათ როცა ესე იგი პრეზიდენტის ხელისუფლების ოფიციალური გადაცემა უნდა მოხდეს ეჭვი მაქვს რომ ეგრე თუმცა ვიმეორებ გასაგებად პასუხისგებლობა აქვს ორივე მხარეს არც ერთი არ იქცევით მაინდა-მაინც სანაკებოდ რა არც ერთი და ჭკუაზე მოდით საქართველოს უფრო მეტია ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ამბიციები ან ხელისუფლებაში მოსვლისა ან ხელისუფლებაში დარჩენისა საქართველოს უფრო მეტია და მისი მოსახლეობა და ყველაფერს გადაიტანს სხვა ჩვენს ეს ქვეყანა უარესიც გადაუტანიან და საკუთარ თავზე იფიქრეთ უპირველეს ყოვლისა კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ნიკოლო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ვაყურებელთ, ჩვენ და დაგემშვიდობოთ. ერთმანეთს კი შევხვდებით მომავალ კვირას 5 შაბათს 14 საათზე დაწვდით ზუსტად ამ ადგილას. ნახვამდის.